საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლიონში ინტერპოლის სათავო ოფისში ინტერპოლის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით შეხვედრაზე დაიგეგმა თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ერთობლივი კურსების მომზადება ანტიტერორისტული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაიგეგმა ასევე ერთობლივი i-link-ის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტრენინგები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ტექნოლოგიების დანერგვასა და ათვისებაში დაეხმარება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელს. მხარეებმა საქართველოს ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების აღიარების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. განვიხილეთ საინტერესო საკითხები, მათ შორის ჩვენს მიერ ძებნილი პირების, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების დაკავის და გადმოცემის საკითხები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ გამართული შეხვედრებით. ჩვენ მთელი რიგი საკითხები გადავწყვეტეთ პოზიტიურად, დადებითად გადაწყდა მთელი რიგი საკითხები. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ჩამოვაყალიბეთ და განსაზღვრეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ რა კუთხით გავაძლიეროთ ჩვენ მუშაობა თანამშრომლობა.